საქართველოს 2027 წელს ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის მსოფლიო კონგრესს უმასპინძლებს. გადაწყვეტილება საფრანგეთის ქალაქ დიჟონში მიმდინარე ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის საგაზაფხულო სესიაზე მიიღეს. OIV წარმოადგენს საერთაშორისო მთავრობათა შორის ორგანიზაციას, რომელიც 51 წევრ ქვეყანას აერთიანებს, მათ შორის საქართველოს. ორგანიზაციის საქმიანობა მოიცავს წევრ ქვეყნებში მევენახეობა, მეღვინეობის სფეროში რეკომენდაციების შემუშავებას, ღვინის წარმოებისა და ყურძნის გადამუშავების პრაქტიკის გაუმჯობესებას, ასევე საერთაშორისო სტანდარტების შექმნასა და განვითარებას. ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2027 წლის მსოფლიოს ვაზისა და ღვინის კონგრესი ჩატარდება საქართველოში. საქართველოს შეგახსენებთ, რომ უკვე მესამედ უმასპინძლებს მსგავს ღონისძიებას. პირველად ჯერ კიდევ 1962 წელს ჩატარდა კონგრესი საქართველოში. რა თქმა უნდა, ამ დარგში ეს ორგანიზაცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანიზაცია, სადაც გაწევრიანებულია 50-ზე მეტი წევრი ქვეყანა, ასევე ყავს ძალიან სერიოზული დამკვირვებელი ორგანიზაციები, როგორიც არის თქვათ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ჯანდაცვის ორგანიზაცია და ასე შემდეგ. Ფიქრობ, რომ კიდევ ერთხელ ამ კონგრესის ჩატარებით ხაზი გაესმება საქართველოს როლს ღვინის კულტურის მსოფლიო რუკაზე. კიდევ ერთხელ გაესმება ხაზი, რომ საქართველოს არის უმნიშვნელოვანესი ღვინის და მევენახეობა მეღვინეობის ქვეყანა და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში კიდევ ერთხელ წაადგება ქართული ღვინის პოპულარიზაციას და მისი სახელის გატანას და დამკვიდრებას გლობალურ ბაზარზე.